We didn't start the fire. ეს არის Billy Joel-ის სიმღერა ცნობილი. We didn't start the fire. ანუ ჩვენ არ აღვიგზნია ცეცხლი. იგივე შეიძლება უთხრათ ძვირფას თორტლაძეს ბატონს. მე არაფერი არ დამიწყია. თავად გადაცემაში სუბიექტური აზრი მითხრა შემდეგი რამ. მე მყავს 32000 პარტიის წევრი. რამდენი? 32000. ყოველ თუგნებავთ ოფისში დაგპატიჟებთ. მე მოვალ კამერებით ოფისში. საქართველოს მასშტაბით ძალიან მაგარია. ეწუთი 32000 ანკეტას შევსებულს ხელმოწერილს თავის და წავალთ სახლებში და სალვას მინდა უთხრა თუ ასეთი რამ დაგაინტერესებს ერთი დღით ადრე გამოვაფრთხილე რომ უბრალოდ 32000 ანკეტას უნდა დალაგება აკრედიტაციის გარეშე ქვია ჩემ გადაცემას და როგორ გაგაფრთხილე საქართველოს მასშტაბით არა წინა დღეს რომ გამაფრთხილე და როგორ აბა რა ვქნა მე არ ვიქნები ოფისში და მიდი კაი ჩემ მაგას კაი ძვირფასო ტელემაყურებელო მე ნახე პარლამენტში გია თორტლაძე და იქ კიდევ გითხარ რომ რატო არ მოდიხართ ჩვენთან ის როდის გაჩვენეს ანკეტები რომ დაგვიდი მოვედი ოფისში და არავინ არ იყო ზნაო პარლამენტში ბიუროზე ვარ და ხა ოფისში არავინ არ არის როდის მოვიდე მაშინ ხვალ რომ მოვიდე ხვალ ამდენი ხახის წინაშე ვაცხადებ რომ ხვალ აკრედიტაციის გარეშე მიდის ბატონი გია 12 საათზე აი მორჩი 32000 ანკეტა ამიტომ ხვალ მოდი აუცილებლად 12-ზე მოვდივარ მეტი რა გითხრა რა უნდა მოგატყუო გამარჯობა რა არის სად გარბიხარ კაცო მოდი გამარჯობა მითხარი ხელი ჩავხართ მოდი პეტროვანი ვარ რა მოგეხმარო აი ა მარო აბარა ლაგებ ერთი კითხავ გიათორტლაძეზე რა არის არის გამარჯობა როგორ ახლა მაგარი ქვეყანაა. გამარჯობა, ერთი. გია თორტლაძე ხო იცი ვინც არის? როგორი პოლიტიკოსია? აუ, ერთი წუთი. ბატონო, ერთი წუთი? ახალგაზრდა გამარჯობა. გია თორტლაძე როგორი პოლიტიკოსია? ავი, არ ვიცი. იცი ვინ არის გია თორტლაძე? პოლიტიკოსი რა ვიცი, მაგრამ როგორია? კარგი, ცუდი, საშუალო. აუ, ვერ შევაფასე. გამარჯობა. შეგარგოს. გია თორტლაძე როგორი კაცია? გია თორტლაძე როგორი პოლიტიკოსია? ძალიან კარგი. ხო, აი ხო. მოკლედ ამ ძალიან კარგ პოლიტიკოსთან ჩვენ ვიყავით და გვითხრა ეგეთი რაღაცა და მე ნუ შანსი არ იყო რომ ეს შესაძლებლობა არ გამოგვეყენებინა. მაგრამ მანამდე მივიღეთ ძალიან მაგარი სიგნალი რომ მიშისტების NGO-ს წევრები რაღაც განცხადების გაკეთებას აპირებდნენ და შანსი რომ არ გაგვემაზა გავიქეცით ჯერ იქ, იმიტომ რომ თორტლაძე მოისდის, მიშისტები კიდე გააკეთებენ განცხადებას, მიშისტი NGO-შნიკები და ეგრევე იფანტებიან. ამიტომ წავედით იქ. გამარჯობა ბატონოგია. როგორ ახართ? ბატონოგია, მარტივ შეკითხვა მაქვს. ჩვენ მარტივ შეკითხვები გიყვართ ეს ამით ფასობთ. კი ბატონო, მარტივ შეკითხვა აქვს. უშინაც გავაკეთე გადაცემა და დღესაც მაინტერესებს ეს თემა რა. თუ ბურჯანაძე არის მოღალატე, მთელი ეს შემადგენლობა მხილებულია სამშობლოს ღალატში. აი ესეთი რაღაც რომ მოვითხოვოთ, თქვენ რომ მოვითხოვოთ, ალბათ მოვითხოვეთ კიდევაც, ვაპატეთ კიბერზე ამოვიდეთ. ან დააკავონ. ან რუსულ კვალზე შეწყვეტონ საუბარი. დაახლოებით იგივე თქვი ამ წუთში ჟურნალისტები. ანუ ოდნავ დააგვიანეთ. ანუ მოთხოვნას უყენებ სააკაშვილს ასეც ხო? ნუ ხო, ან რიტორიკა არ არის სწორი, ან არ არის სწორი, რომ მას არ აკავებენ. კი ბატონო, ეს ფორმულირება თქვენს მოგწონთ როგორც ვათხოვ. კი, დააკავონ რა. კი ბატონო. და ბადრი ბიწაძეს რომ გირაო შეუფარდეს ეგრევე და დანარჩენებს რომ უკვე გავაკრიტიკე ხელისუფლება, ცოტა დააგვიანეთ ბატონო შავა. ჩვენიანია ესე იგი. ოპერატიული ჟურნალისტ არ ეკარდება. მიშა ქალხელიძე, მოგესალმებით. მეჩქრება. 2 წუთი. ნინო ბურჯანაძე არის დასაჭერი? ხო გითხრეს უკვე. შენი აზრის მაინტერესებს, შენ რომ მითხრეს ახლა შეეხება. დასაჭერი რას ნიშნავს? ესე იგი თუ მის წინააღმდეგ საქმე აღზრულია და მან რაღაც მტკიცებულებებია იმისა რომ სააკაშვილი ამბობს რომ ის არის რუსული გავლენის აგენტი ან გადამტრიალებელი. ესე მეც მიმაჩნია. ხო და შესაბამისად ასრულებს საქმეს. შესაბამისად სამართალ დამცავმა არ უნდა მოახდინოს რეაგირება. სამართლებრივ კატეგორიაზე. კი ბატონო. უბრალოდ
დაიჭირო რას ქვია. არა, სხვა რამეს დაიჭირო მოგეწოდება. უყურე? არის იქ საქმე, მოიცა, არის იქ საქმე. უნდა მივიდეს პოლიცია სასამართლოში, მოითხოვოს მისი დაპატიმრება, თუ სასამართლო მოგეწოდება დაიჭერენ. თუ არა. ხო. სხვა საკითხია. არის თუ რა დალია მითხარი? აფერდა მე. რაღაცა დალია. აშკარად ჯინტონიკის სულა. მეც დამალევინე რა. არა, არ დამილევია ეს დაბადება. არ გიყავს ჯინტონიკი. ვისკი? ვისკი. აი. შენ? მეც მივარს, მაგრამ მუშაობ ხო ხედავ. მე პილოტია სუპერ. нет, я уже трес как стелочка. არის თუ არა პოლიტიკური ნება ის დააპატიმროს და სხვა საკითხია. ხო, კაი, ბაკა. დილობით არ დავიღებ პარტნიორზე მოგდიხარ შემოგვა. კარგი. აშკარად რაღაცა არასწორია, მაგრამ არა უშავს ეს ყველაფერი. კარგი. Hello. How are you? We are fine. Thank you. Me too. Me too. Yes. Okay. Where are you from? We are from Holland. Holland. Yes. Yeah, I love Holland. Why? Why? Yes, why? Okay, switch on the camera and I say why. Okay, tell me why. Okay, because there are great artists from Holland. Like, Wow, Rubens, Van Dyck, yeah. Rembrandt. Yes. Okay. Right. This is a very beautiful city, Amsterdam. I love hash, but in Amsterdam. Okay. Okay. And there are many reasons. Do you like Georgia? Yes. Yes. Why? Tell me why. Because the people are very friendly. Yes. There's a lot of nice buildings Yes. in this town to see. It has a very nice atmosphere. Yes. It looks a little bit like Paris. Like Paris? Yeah, the old part. Tbilisi. Yeah. Are you honest? Yes, we are. Yes, I Yes. am. Okay. 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 Good to see you. Nice. Nice. From Enkhuizen, Holland. Yes. Okay. yes. Holland. Yes. Yes. Enkhuizen. Yes. It's a famous city. Nice. Okay. Nice to meet you. Have a nice day. But don't tell anything about my. I don't know. Okay. I don't like so. I'm going to go to the exercise. მაგრამ როგორ ახლა? კარგად მოვიდა. ხო? ყველაფერი გავაკეთე, რაც საჭირო იყო. ძირფას ტელემაყურებლებო ჩვენ მოვედით თორთლაძე დემოკრატიული პარტიაში. თორთლაძე დემოკრატიული პარტია რა სახელია, რა უცნაურია. შეპირებისამებრ თორთლაძე ვილაპარაკეთ და აქ ხალხი უნდა იყოს. წინა გადაცემაში არ იყო. გამარჯობათ, კაკიელიუძი. როგორ ახლა? გააკეთეთ უკვე განცხადება? არა, ხო, მე დავჩერდით თო ჩვენ საქმეს მიხედავ. ის რაცაც ხო აქ დრო? 15 წუთი გვაქვს და 15 წუთი რატომ? რა ვიცი, აბა რა როგორც შენ გინდა რა. კი ბატონო. ერთი პირობა თუ შავ. კი ბატონო. ეს თელი ამბავი. რა ქვია, რასაც აკეთები. არის კონფიდენციალი, ხა იქ მე აი ეს სახე გვარი და ყველაფერს გაჩვენებ, მაგრამ ეს რო ხა გამოქვეყნდეს სამუდრომი პარტიული ამბავი და ერთი პირობა კიდე მაიც ეგ როგორ? როგორ ეს ხა რა გიშენ 32000 კაცს გვარი გინდა გამოაცხადა. არა, 32000 გვარი კარა, მაგრამ შევხედოთ ვიღაცები. შეხედა ბაგანახი. ხო, რომ მე ეცოდინება ვინ არიან რა. ეგრევე რა. აი შენ კამერის გარშე გაჩვენებ. კამერის გაჩვენებ ყველა კადრს. ყველას გაჩვენებ ყველა ანგეტას. ოღონდ ეხლა რო გვარები და სახელების ამოწერა ეს კონფიდენციალი მაგის პრობლემა არა. ჩვენებით გაჩვენებ ვიცი, საიდუმლოა პარტიის წევრები? კონფიდენციალურია პარტიის წევრების მისამართი სახელი გვარი მამის სახელი რატო? რატო ეგრეა რა ვიცი. პარტიის წევრების ამ შეცხოვაში ეს რა ჩვენი პარტიის თქვენ პარტიაში, ანუ პარტიის წევრების ვინაობა გასაიდუმლოებულია თქვენთან ამას აცხადებ? ვისთვის? მედიისთვის. ხალხისთვის, საზოგადოებისთვის. ვინც ჩანს და ვინც ახლა რეგიონებში არიან იმათ სახელო გვარებს ახლა კაცრავად. გაჩვენებ რა. არა, ერთ პროცენტ დავაზუსტო არ არის გასაიდუმლოებული. გასაიდუმლოებულია თქვენი პარტიის წევრების ვინაობა? არ არის გასაიდუმლოებული, მაგრამ არა, მე არ შემო ძმებო, ჟურნალისტებო, ჩემში ლოგიკა ხო არის, არა? ცოტი რა. არ მეკითხავს მე იმ ადამიანებისთვის 32000 კაცისთვის რომ გინდა თუ არა შენ ახლა გამოსცე ტელევიზიით, შენი ანგეტა გამოსცე თუ არა. მაგრამ გითხოთ ცალკე ყველას, ხო? როგორ გითხო ხა? თუ ადამიანი არის პარტიის წევრი, შენი პარტიის შენ იდეებს იზიარებს. რა თქმა უნდა იყოს იმისთვის, რომ მის სახელი საჯარო იქნება და დიახ, მე ვარ თორთლაძე დემოკრატების პარტიის წევრი და ვიბრძვი რუსეთს და ასე შემდეგ. ეხა ამ ყველაფერს ერთი პირობა. ხო. რომ იხვალ, აი ეს უთ ჩვენ შორის პირობა. ჩვენ შორის რა აგერ? რა, ხო, პირობა ესეთია რომ იხვალ, აი თქვენ ტელევიზიაში ეს სტიკერი რომელიც მე დამაქვს თესოფის საქართველოს ოკუპანტებს შენ კაბინეტში გაქვს. ვაფშე აი ამ გავიკრავ აი ესე ვიმი. აა 2 საათს გადავამაში. გადაგვირეთ.
ეთახმე პროფილში დავდგები. ხო, პროფილში არ გინდა. პროფილში მე სხვა დროს რო დაგვიჭერენ? შევინდა გიჭერს რა. არ გინდათ ნახოთ კაი რაღაცები? მაგათ უკვე ნახე შეგდა გაშუქე. ნახეთ? რაიც რას განახეთ? გამარჯობა. თქვენ პარტიის წევრი ხართ? აი, ეს არის მარტო ეს კი არა, რაკე გამოიჩინა. აი. ამას ხედავ? ხო. მე რა არ მინდა გეტყვი რა. ხო. მარტივად. აი ეს მაგალითად. ხო ხვდები? სახის გვარი ამას. ეს არ მინდა ეხლა ამაში რომ ვიღაცა მიაკვეს გაკოხანი პარტიაში ყველა მაგრამ ყველა აი მორი ამას ის მიხედვითაა გავაგებული. შეხედე? აკეთ მოიხდე. არა, მაგარია. და სულ ყველა. ეხლა მოდი აქ. ეს მანდარას არ დაეტია. ეს ხათაშორის რო შენახარი ყარ მაშინ. პრეზენტაცია ამში. სულ ყველაფერი არის იმის მიხედვით, აი. ხოდში. ესე ნუიღებთ რა. კი ბატონო. იმიტომ რომ უბრალოდ არა, ნუ დავფარავთ, აგე კი ბატონო. შენ ნახე კაცო, შენთვის კი არ არის დაფარული ესე. დახარისხებული. არა, არ მივიღებთ, არა, გასაგები რა. რა. რა და გეტყვი რა? მარტივი რამეა. ხო. ამას უწერია. ხო. ქალაქი ესა და რო წაიკითხავ სახე გვარ შიგნით და იმას და იმას იქ მე შევიღაცა რატო ხარ იმ პარტიას რატო ხარ და ქონია, ხედა, ყოლია. ახალები ქონია რა? ქონია. ყოლია ხალხი. გიას, მაინც. ხო ხედა რა ძებდა რა მან. ხო, აბა. ეს სუეგარი. აჩვენე? მე ამის მიხედვით. ამათაც ამსე ჯავახეთი. ო, შეამოწმე, მოდი. თბილისი სად არის? თბილისი. თბილისი სოფელი. რომელი რაიონი გაიგე? ჩემი რაიონი, დიდუბე, აბა მაჩვენე. აი სამგორი. ეს უღურეთია. დიდუბე. აი, ჩუღურეთს მომეც, ჩუღურეთში დავიბადე სხვა შორის ჩუღურეთში. უღურეთ ცოტა. ცით რა ხალხი? მაგრამ ბევრი იმებში, ფაილებში. აი, როგორ არის? ანუ ხელი აქვს მოწერილი? მე? მითხარით რა გაინტერესებს და გეტყვით. აი, აგერ არის თვითონ. ხელმოწერა. ესა, მოთხოვება რა. მოაკეთებ რა. იმათ. ესე მიყვარს. პირადობა აქვს რო ასლი მესამართი. ხელმოწერა. რა აზრია, კარ გამოშტება. გამოშტება, რა გამოშტება. კამერას. აი, აჰა, აჰა. დავაფაროთ, აჰა. დავაფარეთ, კი ბატონო, აჰა. მეტი რა ვქნა, დავაფარე. დავაფარე. უმუშევარი, ანუ უმუშევრები არიან, აგე უმაღლესი. აბა, ვის მუშაობს ის? აი, ვა, ხედავ შენ რა მაგარია. ყოფილა თუ არ ყოფილა? არა, ნუ მაგარი ხარ რა. აი, მითხარით რომელი რაიონი არის? კაი, დიდუბე მინდა, აბა დიდუბე თუ გაქვთ რა. თუ დიდუბე კი არა. ოფსკვეთი მაგდა, დიდუბე არ მექნება რა. ჩა მაგარია. ესე ვაფარებ. აგერ დიდუბე. ეს არ დამიტოვო ხა. არა, მიმა, კაცო, რა სამყარო. ფარმაცევტი. სად? რატო გონია? მე უკრუაშულზე რა გადაცემა ნახე, გავაკეთე, ნახე? და გამომიშვეს? აი, რატო იძახე ეგეთ რაღაცას? აი, რატო არა ხარ კაი კაცი შენ? არა ხარ კაი აი, კაცი. საკითხი რა წერია? მე რა გინდა? ვინ არის ამისი დაფინანსებლები? მაესტროს რასერჩი? აუ, ეს კაცი ერჩის მაესტროს რა. მე კი არ ვერჩი, მე მე რა გადაცემა გავაკეთე? მე რა გადაცემა გავაკეთე? არა, მითხარი. მაგარი. მე ეხლა რო ვიყო უკრუაშვილის გავლენის ქვეშ, ეგრე გაცემას გავაკეთებდი? ხო და მე ხო და რა გინდა რა? შარზე ხარ, შარზე ხარ ეხლა. ჩემზე ხარ, შარზე რა. შარზე რატო? აი დიდუბეში. აგე დავაფაროთ ხელი. აი ხო, ეხლა მოდი, სვანამ რა გაშალე გიგე. რა ვიცი. ა დიდუბე მაჩვენეთ რა. აგერ არის დიდუბე, ხო? ეს რა მოვიღო? ხო, რევიზიაზე არის. ხო, არა, ჩვენ ხო იმას ვქენით, რა ქვია, შევთანხმოთ არა. შევთანხმებო არა, რევიზია არა. არა მერია თავი. ეს რომელი რაიონი? всё. არის. ძალიან მაგარი ხარ. ხელებს წევ ძმაო. აწი. სად არის? სად არის ჩემი კამერა? შენი კამერა არის. ხელები ავწიო? აწი. კაი, წადი და ოკუპანტებს ააწევინე ხელები რა, გინა, დიდი მო. კარგია ხელებს. აა? კარგი. всё. გადაგვიღებთ ფოტოები რაღაცა, მაი ორჯონგიზეს მინდა ვკითხო. ერთი წუთი მოდი. რას მერჩით? გერჩი. რას მერჩით? რატომ ლანძღავთ?
კარგი, რას მერჩით მას? საიტის იმ ვიდეოს ქვემოთ, რომელიც შენ მე განათავსე რა, მე დავწერე რა, მე. შენ ხარ მოდერატორი. ჩემდამი სიმპათიები ხო გაქვს? აღიარე კამერაში. მე მაგ ადამიანს ერთი წუთით, არა. ყველა ვინ ჯდოება ადამიანს ნორმალში. ჩემდამი გაქვს. შენ სიმპათია სიმართლე. ჩემდამი სიმპათიები გაქვს. გამოსწორდი და შენ დავიბრუნე. როდით დავიმსახურო, მაია, მითხარ. დეტალურად მიწერია Facebook-ზე რა. ეხა მოკლედ მაყურებლებს რო გავაგებინოთ, როგორ უნდა დავიმსახურო მაია ორჯონგიძის სიმპათია. აფერი. საკუთარ თავს არ უღალატო, ღირსებას არ უღალატო. რეცეპტი მარტივია. ძალიან კარგი. კარგით. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ დავპირდით გია თორთლაძეს, რომ მისი პარტიის წევრების პირადი მონაცემები არ გახმაურდებოდა და ჩვენ ამ დაპირებას რა თქმა უნდა შევასრულებთ. უბრალოდ თავს უფლება მივეცით, რომ ჩაგვეტარებინა შემდეგი ჟურნალისტური ექსპერიმენტი, ამოვწერეთ ნომრები, ნახეთ კადრი, დავასტოპ კადრეთ, ამოვწერეთ ნომრები და შემდეგ ჩვენ დაურეკავთ ამ პარტიის წევრებს და ვკითხავთ არიან თუ არა თორთლაძის პოლიტიკური მიმდევრები. მე მგონი ლოგიკური იქნება. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიწყებთ თორთლაძის პარტიის წევრების ტელეფონებზე რეკვას. ალო? ხალბატონი ლაურა მინდოდა? ხალბატონო ლაურა, გამარჯობათ. მე შალვა ვარ რამიშვილი, ჟურნალისტი. თქვენ ოპოზიციური პარტიის წევრი ბრძანდებით? არც ერთი პარტიის ოპოზიციური პარტიის წევრი არ ბრძანდებით? ბატონი თორთლაძის პარტიის წევრი ხართ? ბატონი გია თორთლაძის პარტიის წევრი ხართ? არა ხართ. უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში, კარგად ბრძანდებოდეთ. ანა მინდოდა? გამარჯობათ, ხალბატონო ანა, მე შალვა ვარ რამიშვილი, ჟურნალისტი. ერთი შეკითხვა მაქვს, თქვენ ოპოზიციური პარტიის წევრი ხართ? ეს არა პარტიის წევრი არა. გია თორთლაძის პარტიის წევრი არა ხართ? არა. აბა ეხლა არა ხართ, ხო? არა, უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში. კარგად ბრძანდებოდეთ. ალო? გისმენთ? ბატონი ზაზა მინდოდა უკაცრავად. ეს არ არის ზაზას ნომერი, ხო? არ არის ზაზას ნომერი. უკაცრავად ნომერი უწერიათ არასწორად. არა და ეს ნომერი არის ანკეტაში მითითებული. ალო? ალო, გამარჯობათ. ბატონი ვლადიმერი მინდოდა? გამარჯობათ ბატონ ვლადიმერ, შალვა ვარ რამიშვილი მე. თქვენ ესეთ შეკითხვა მაქვს, ოპოზიციური რომელიმე პარტიის წევრი ბრძანდებით? რა შეცაქმე რომ? გეკითხებით უბრალოდ თუ შეიძლება რომ პასუხი გამცეთ. ხო. რომლის? სახალხოს. სახალხო პარტიის? დიახ. უკაცრავად, დიდი მადლობა, მადლობთ, გაიხარეთ. ხალბატონ თამარ, თქვენ ბრძანდებით? დიახ. გამარჯობა, ჟურნალისტი შალვა რამიშვილი. ერთი შეკითხვა მაქვს. თქვენ რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრი ბრძანდებით? არა. არა, ნამდვილად არა, ხო? არა. თორთლაძის პარტიის წევრი ბრძანდებით? არა, განსხვავდება რომ აღარა ვარ. არა ხართ, ხო? იმიტომ რომ თორთლაძე არ მოგწონთ? ბატონო? თორთლაძის პოლიტიკური ორიენტაციის გამო, ხო? დიახ. დიდი მადლობა, უკაცრავად. მადლობთ. არ მოსწონხარ გია. პირდაპირ იქ მოხვდით საში? თორთლაძის პარტიის წევრები იქაცა ყავს? აბა მიძაზე ცოტა ყავს და. ახლა ამცკა. მე ვარ. გამარჯობათ. ხალბატონი ლელა მინდოდა? სხვაგან მოხვდი? იქ არ მოხვდი საჭირო. ნუ კარგი. ვაიდეთ, ნუ არ არის მაინდა-მაინც გიასთვის სახარბიელო შედეგი ეს შემთხვევით ამოკრებილი ხალხი იყო თან.
ჩვენ ვართ გრიბოიდოვის 30-ში თორთლაძის პარტიაში. ნუ სანამ საბოლოოდ დავამთავრებდეთ, მოდით შევამოწმოთ, არის თუ არა ახლა ვინმე პარტიაში, უშინ პრესკონფერენცია იყო და ეხლა თუ არის ვინმე ეხლა არის 12 საათი. ხო და რის თქმა მინდა ეხლა ერთი არასოდეს არავინ არ არის ოფისი ხო ვიშოვეთ და გამოგვაგდეს იქიდან გასაგებია. მეორე არასოდეს არავინ არ არის ოფისი, უბრალოდ თითქმის არასოდეს არავინ არ არის ოფისი, აგერ გავჩითეთ უკვე. ჩვენიერია. ამიტომ აი ამ ახალი სტუდიიდან ისეთი კარგი არ არის, იმიტომ რომ ზოგჯერ ვიღაცა არის, მაგრამ მაინც მე გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ორ შაბათს 22 საათზე და 30 წუთზე. Georgia without occupants! Hurrah!